რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებულებისთვის იძულებით დანიშნულ საზოგადოებრივ ადვოკატებს თვითაცილების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. მათ 47 ტომიანი საქმის გასაცნობად არც შესაბამისი დრო ჰქონიათ. საზოგადოებრივი ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა ბრალდებულს დაენიშნა. ლელოს ლიდერების ინტერესებს კვლავ კერძო ადვოკატები იცავენ. ეს ერთი მოწმე დავკითხეთ, 4 დავკითხეთ, მაგრამ მამუკას ეხებოდა ერთი მოწმემ თავიდან თქვა ის რაც ადრე არ ქონდა ნამთქვამი, შემდეგ რო შევეკითხეთ, თქვა რომ ამას არ გულისხმობდიო და ჩემი კონკრეტულ კითხვაზე, არა მარტო მამუკასთან მიმართებაში, ყველაზე ვკითხე რომ ქონდა თუ არა ადგილი ძალადობრივ მოწოდებას ბრალდებულების მხრიდან და ქონდა თუ არა ადგილი ძალადობრივ ქმედებებს. ორივე შემთხვევაში თქვა არა, კატეგორიულად თქვა ესეთი არა. დავიდა ბოლოს საუბარი მარტო მიმიკებამდე, რომელიც მაგალითად მოწმემ თქვა, აბა თქვენი აზრით რამდენ მეტრს იტყოდა, სადაც ეს გაიგონა. 200 მეტრში იყო მამუკა ჩემთან. დღევანდელ სხდომას ბრალდებული პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ. წინა მოწმეებისგან განსხვავებით, ვისაც ხელები ახსოვდა ძირითადად ჩემი, ეხა უკვე ხმაც გაიგონეს ესეთი ტექსტი, წინ ბოლომდე მივაწვეთ ვერ მოგვერევიან რაღაცა, მოკლედ, როგორც არის. ხო, არაფერი მოვისმინეთ მორიგი წუჩვენებები და დაუახლოვდით კიდევ უფრო მეტად რუსთავს. მოსამართლემ გაგაფრთხილოთ, რომ შესაძლოა სამჯერ იყოს კვირაში ეს სასამართლოს სხდომა. ჯერჯერობით ესე არ დაინიშნა, დაინიშნა ხუთშაბათს ერთი პროცესი. ამის მერე ვნახოთ 4-ჯერ რო იყოს გაგიკვირდება. თუმცა მითი თავარი მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გაგიშვან რუსთავში. რა თქმა უნდა, მთავარი და ერთადერთი მიზანი ამ ყველაფერს ეს არის. თქვენი გაშვება. მაგ შეკითხვაზე პასუხი მე არ აქვს. ბოლო შესვენების მერე იყო 3 მოწმე, აქედან ერთი იყო, ვინც მე დამასახელა, არა მარტო მე, მაგრამ ეს დამასახელა. არაფერი არ ახსოვს, გარდა იმისა, რომ ზოგადად ახსოვს, რომ დაინახა, როგორ რაღაც მოუწოდებდი ხალხს, რომ რაღაცა აბა წავედით და მივაწვეთ და გავარღვიოთ და რაღაცა ვითომ შენობას ვიღებდი. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ყვებიან 5 თვის მერე, როცა პროკურატურამ დაიბარა დაკითხვაზე, მანამდე თუ ეგეთი დანაშაული შეამჩნიეს, რატო არ დაწერეს პატაკი, რატო არ მოახსენეს სამსახურში, ამაზე პასუხი არ აქვს, იძახენ არ ვიცითო. რატო არ უთხრეს სამსახურში დავინახე იქ ჯაფარიძე, ბადრიან, ზურა, ნიკა, ანისა და იქ ჩანაწერები რო იყო რაღაცა ვიდეო ამოვიღოთ და დანაშაულის მტკიცებულობაში ჩავდოთ, ამაზე პასუხი არის რომ არ ვიცით და მაგის გარდა რაც ეკითხები სადვიდე კი რამეცვა, ვინ იდგა ჩემ გვერდით, არაფერზე პასუხი არ აქვს, ყველაფერზე იძახენ, არ ვიცი, არ მახსოვს, არ ვიცი, არ მახსოვს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. დღევანდელ სხდომაზე დავკითხეთ ბრალდების მხარის 4 მოწმე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე დროის შუალედში იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე და აღწერენ აქციის ძალადობრივ ხასიათს და ასევე აღწერდნენ კონკრეტულად ამ საქმეზე ბრალდებული პირების მოწოდებებს, რომლებიც იყო იმგვარი, რომ მათ მოწოდებებს ნებისმიერ შემთხვევაში მოყვებოდა აქციის მონაწილე პირების ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას და იმას რა მტკიცებულებია კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეში. მინდა ნათლად გითხრათ, რომ ამ საქმეში არის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, საჯარო მოწოდებები, მათ შორის პოლიტიკოსების, რომლებიც პირდაპირ კავშირშია განსახილველი სისხლის სამართლის საქმესთან. მოწმის მიერ მოცემული ჩვენებები არის, რომ აი ისინი არ ლაპარაკობენ კონკრეტულ ფაქტებზე, ისინი ლაპარაკობენ, რომ მათ დარჩათ შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პარლამენტისკენ მიდიოდნენ, ასევე შეიქმნათ რაღაც განკვეული განწყობები, ლაპარაკობენ ჟესტიკულაციაზე, ლაპარაკობენ მიმიკაზე. მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ დასმულ კითხვაზე, რომ საიდან საით ვაჩვენებდი ხელით ამ ადამიანებს, რომ წასულიყვნენ, ისინი საუბრობენ, რომ პარლამენტის შენობის მიმართულებით აჩვენებდა. ეხლა თუ ვინმეს განცდა იმისი, რომ პარლამენტთან მისულ აქციაზე მისულ ადამიანს სჭირდებოდა ნიკა გვარამია იმისთვის, რომ ხელით ეჩვენებინა სად იდგა პარლამენტის შენობა, ღმერთმა შეარგოს ეს წოდნა და ეს დაჯერება კაცო და წარმატებას უსურვებ, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის ბუნებრივია ეს ჩვენება არ არის დამაჯერებელი და საკმარისი იმისთვის, რომ იმის მიმართ ადგეს გამოტყუნებელი განაჩენი. ოპოზიციონერი ლიდერის საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომები კვირაში 2-ჯერ იმართება. ამ საქმეზე პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას
დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენა ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.